მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, ძვირფასო სულებო, პოზიტიური ენერგიებით. იმედია ყველა ხართ კარგად, რასაც მე თქვენ გისურვებთ. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება რა სიახლე მოიჩქარის სასიხარულო სამყაროსგან შენს ცხოვრებაში. დღეს მოვედი ასეთი გაშლით. ნახოთ ახლა. ვისთვის აქვს სიახლე სამყაროს, ამისთვის კი ჩვენ გავაკეთებთ სიგნიფიკაციას. იმისთვის რომ მიხვდეთ გაშლა გეკუთვნით თუ არა თქვენ, ნახეთ სიგნიფიკაციის აღწერა, უსმინეთ სიგნიფიკაციას. დედა. ვახ, ერთი წამით. აქ ისეთი სიგნიფიკაცია ესნა და აქ რას გულისხმობთ? ეს მოკლედ, აქ ეხა გეტყვით რა ხდება რა. აქ თქვენ ისეთი ინფორმაცია გაიგეთ, ისეთი რა გაიგეთ ღალატის შესახებ მამაკაცთან დაკავშირებით. რომელიც თქვენთვის იყო ან მეუღლე, ან სერიოზული ურთიერთობა გქონდათ. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი, მამაკაცი ესე უყურებდა ამ ურთიერთობას სერიოზულობისკენ და წასულიყო, მაგრამ უცბად წამოწმენდილზე გაწვიმდა, არა, სიტყვა მოვიდა. მოდი ასე ვთქვათ. აქ მოხდა უცბად ამ ამბის გაგება, თითქოს რაღაცა ინფორმაცია მოგივიდათ, რამაც თავიდან ბოლომდე შეარყია, საფუძვლიანად შეარყია, მთლიანად შუაზე გახლიჩა ამ ინფორმაციამ თქვენი სიტუაცია. ამ დროს როგორი რაღაც იყო, იცით, თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ცდილობდით რომ გაგეფანტათ ეჭვები, შეიძლება ეჭობდით და ცდილობდით რომ ასეთი ინფორმაციები ან ვინც გეუბნებოდათ ან რაღაცა მოგეგერიებინათ, იმიტომ რომ ფიქრობდით რომ ეს არის რა ქვია, ფიქრობდით რომ თქვენთვის ცუდი უნდათ ამ ადამიანებს. თან ეს როგორი ღალატი იყო, იცი? შეიძლება ამ ადამიანს იცნობთ კიდევაც ვისთანაც ეს ღალატი მოხდა. აი პრობლემა ამაში მდგომარეობს. თავს ისე გაჩვენებდათ რომ ამას ვერც იფიქრებდით. ეს ყველაფერი უშუალოდ ბედის წერისგან კიდე გეტყვით რისთვის იყო მამაკაცი, აი თითქოს კი რაღაცა, მაგრამ მამაკაცის ან ფულის ენერგიაში უნდა წასულიყო და რაღაცა შემდგარიყო, ასე ვთქვათ, ჩერეს ამ სიტუაციით, რაც მოხდა. ან ამ მამაკაც თუ დაუშვათ ეს ადამიანი შეძლებულია, საჯაროა გაშლა, ამ მამაკაც უნდა შეეცვალა თავისი უმოქმედობა ქმედითი ფორმით თქვენთან მიმართებაში სერიოზული ურთიერთობის კუთხით. სიგნიფიკაცია თუ იცანი დარჩი გაშლაზე და ეხლა ვნახოთ.
რას გიმზადებს სამყარო შენ სასიხარულოს მომავალი 1 თვის განმავლობაში რას გიმზადებს შენ სამყარო მომავალი 1 თვის განმავლობაში რას გულისხმობთ? რა შემოდის ამ ადამიანთან სასიხარულო? გოგონებო, ესე იგი თქვენ ძალიან ასე ვთქვათ დედოფლად შედექით ამ სიტუაციაში ისეთ დედოფლად, რომელიც ბრძენი გახდა აზროვნებით ადამიანად, რომელმაც ასე ვთქვათ ცივ გონებას მეტი ასე ვთქვათ პრიორიტეტად აქცია ცივი გონება. თქვენ ცდილობთ რომ შეინარჩუნოთ და გადაწყვეტილება მიიღო რომ არ მექნება ამ ურთიერთობაში აღიარება ეს მართალია? всё. აქ მოხდა ის რაც მოხდა, რაც ვისაუბრეთ ზემოთ, მაგრამ აქ ხალმა უთხრა არჩევანი გააკეთე. ან ჩემთან სერიოზული ურთიერთობა, ან ის მოკლედ. მე დამალვას აღარ ვაპირებ და მე პირობითად რაღაცას, ანუ მოკლედ, აი ესე კატეგორიულად უთხარით რა, ზრდასრული ადამიანი რო დაელაპარაკება ზრდასრულ ადამიანს, რომ გააკეთე არჩევანი, თუ გინდა ჩემთან იყავი და ეს სერიოზული ურთიერთობა იქნება, თუ არა და წადი და იყავი ბედნიერი. მაგრამ აქვე გაინტერესებთ ის, რომ მე ის არის, რა ქვია, რას აკეთებს ეს ადამიანი, გამიგეთ, გენატრება შეიძლება ინტერნეტში უთვალთვალებს სადღაც ხედავთ ამ ადამიანს, უბრალოდ რა არის, იცით, ხანდახან ფიქრობთ მიუხედავად თქვენი გადაწყვეტილებისა, რომ ისიც ასია ეხლა თქვენნაირად და ხანდახან ფიქრობთ, რომ всё ეს დასასრულია, იმიტომ რომ გახსენდებათ კარგი მომენტები ამ მამაკაცთან ურთიერთობაში და სული გეყინებათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ხართ და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ რაღაცას გაუძელით და გამოიარეთ. აი ამ ტკივილმა, ამ ღალატმა, თითქოს უწყინარმა, აი ლომს რომ დააბღავლებს რო იტყვიან, აი როგორც მართლა მგელი ყმუის აი ესეთი ტკივილი გაქვთ და თითქოს დაჭრილი ხართ, აი რესურსულად ძალაც აღარ გაქვთ. ეს მამაკაცი ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ სასიხარულო ეხა ჯერ გიყვებით ისტორიას, იმიტომ რომ ამას თავისი მნიშვნელობები აქვს. ასევე თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ გარეთ შეინარჩუნოთ ბალანსი, ისე რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ვინც იცის, ვინც არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ იწვევით, ბრაზისგან იწვევით, აი ის ცეცხლი გწვავთ მართლა რო იტყვიან, სიბრაზის, ამ ტკივილის, აი თავმოყარეობა, ტკივილი, საკუთარი თავის შეცოდება, ყველაფერი და იმხელა ბრაზი და აგრესია გამოდის, რომ აი არ ვიცი, რაღაც საშინელება გინდათ ხანდახან გააკეთოთ, მაგრამ გარედან იცავთ ბალანსს ძალიან. უბრალოდ აქ რა არის?
ვფიქრობთ, რომ აი ეს რატომ გააკეთა ამ ადამიანმა, გამიგეთ, ეს არის კარმა ჩემო ძვირფასო სულებო, ვინც ამას ფიქრობთ, რომ აი რატომ გააკეთა, ხო ვუყვარდი, ხო ვავსებდი, აი რა იყო მიზეზი. როდესაც ასეთი კითხვები გებადებათ, ეს არის სულის კონტრაქტი ერთი ადამიანის მეორე ადამიანთან, რომელიც თავისი უსაქციელობით შენ გეხმარება შენი მინუსკარმის დაბალანსებაში. ასევე ფიქრობთ, რომ როგორი რაღაცა იცით, ისევ ისე გინდათ, რომ იყოთ როგორც მანამდე, ისევ ისე გინდათ ლაღად და ბედნიერად რომ იყო, როგორც მანამდე, გინდათ რომ აი გეშლებათ ნერვები, თითქოს სულელი არ მინდა რომ ვიყო და ამ ყველაფერზე თან ისევ ბედნიერი მინდა ვიყო, მაგრამ იმედი გაქვთ, რომ ეს ურთიერთობა მაინც სადღაც შეიცვლება დადებითი კუთხით აყვავდება ისევე. სასიხარულო აქ რა იქნება, ჩემო კარგო ადამიანებო და მამაკაცი, თქვენ და გასაკვირად რა იწულებს ამას. ეს ეხლა ამ მარტოობაში, როდესაც უკვე თავისუფალია, მოდი ესე ვთქვათ, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და საკუთარ შიშებზე მაღლა დადგება, თუ გაჩუმებულია და ეს კაცი ექნება რა, მოკლედ გამოჩნდება და აქ შეიძლება შორიდან, აი როგორ არის იცი, აქ უფრო გამოჩენა არის უცბად, აი დაუფიქრებლად შორიდან მოგწერთ რა ესეთი ინფორმაცია, მოგწერთ, იმიტომ რომ აი თავის ფიქრებში ენატრებით ამასაც ძალიან თითქოს მის ირგვლივ ყველაფერი გახმა. აქ ბევრი გაჭიროება გაქვთ ერთად გამოვლილი, ისე რომ გითხრათ და თქვენ აი ამას ვერ წარმოიდგენდით უბრალოდ. სასიხარულო ის იქნება, რომ ეს ურთიერთობა გადავა სერიოზულ ფორმატში. ეს კაცი დადგება თავის შიშებზე წინ. ამ ბიჭის წინ თუ ვიღაცა ადამიანები იყვნენ ცხოვრებისეულად, დედა, მამი და ესენი მართავდნენ სიტუაციას, ხო, რაღაც მომენტში. აი ეხლა ეს იღებს სადავეებს თავის ხელში. კი. თქვენ შეეჯახეთ ერთმანეთს, აქ უნდა მომხდარიყო წარსულის განულების პროცესია და უნდა დაწყებულიყო ახლიდან, თუმცა ეს არ ვამბობ, რომ ახალი ურთიერთობაა, უნდა დაწყებულიყო ახლიდან, განსხვავებულად გასუფთავებული გზობით, აქ დაეჯახეთ ერთმანეთს, კი ბატონო, და აქ მოხდა, ასე ვთქვათ, წარსულის განულების პროცესია კარმული ხაზით და ეს გამოიწვევს, ზუსტად ეს გამოიწვევს რაღაცა დამშვიდებულ თანაცხოვრებით მომავალ პერიოდს. რასაც მე თქვენ გისურვებთ, ძვირფასო ქალბატონებო. მე კი გავიგებ, თუ იყო თქვენი გაშლა, თქვენი ლაიქების და კომენტარების მეშვეობით, გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებულ, პოზიტიურ დღის იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთშიც იმყოფებით და რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ სულში მზეს.